საქართველოს საბანკო სისტემაში ორი დომინანტი ბანკი. საქართველოს ბანკი და TBC. კონკურენცია არის შეზღუდული. შესაბამისად, როგორც ბევრ სხვა სექტორში, მათ შორის საქართველოს. ეს ამ ორ ბანკს აქვს ბაზის 80%. საქართველოს ბანკი მესამე კვარტალში დაწერა უგება კაპიტალზე 37%. ანუ მომგებიანობა 37%. ეს არის წარმოუდგენელი რიცხვი საბანკო ინდუსტრიისთვის. ეს არის 4-ჯერ მეტი ვიდრე ევროპულ ბანკებს აქვთ. ესეთი რამე არ ხდება არსად. დაწერა რატო? იმიტომ რომ არ არის კონკურენცია, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ჩამოშლილია როგორც რეგულატორი, იმიტომ რომ რეალურად სახელმწიფოსთან აქვს შესაბამისი გარიგებები, სახელმწიფოს ბანკირი არის და ასე შემდეგ. ჩვენ ვიხდით საკომისიოებში თანხებს, რომელიც არსად აღარ არის ეგეთი საკომისიო ბიზნესი აღარ არის ბანკი რა ბევრგან და ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ინტერნეტმა, აპებმა და სხვადასხვა ფინანსურმა ეს ყველაფერი შეცვალა, მაგრამ ჩვენთან ეს არ იცვლება ჯერ ესე. გარდა ამისა, საბანკო სექტორი ჩამოყალიბდა ინსტიტუციად, რომელიც აშინებს ყველას, აშინებს მსხვილ და წვრილ მეწარმეებს მაგალითად, ჩვენთან ბანკი ისე კი არ არის აღქმული, რომ ჩემ განვითარებაში გვერდზე მიდგას. არ ბანკი აღქმულია შემდეგნაირად, რომ ფეხი რო გადამიტრიალდეს, ყველაფერს წამართმევს. ბანკის ეშინიათ